მართლაც რომ ტარზანივით და მაუგლივით უნდა გაზარდოთ ბავშვი მაქსიმალური სიახლოვით ბუნებასთან. რაც შეიძლება დიდი მიმღეობით და საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებით. სწორედ მაგ ასაკში ყალიბდება ის ფორმები, ის უნარჩვევები, ის თვისებები, რაც ადამიანს სჭირდება შემდგომ მთელი ცხოვრების განმავლობაში. როდესაც საუბრობ ბავშვზე, აქ საუბარი არის 11-12 წლის ასაკამდე. შემდგომ უკვე მოზარდია. განსაკუთრებით პირველი 7 წლეული მიეცით საშუალება ბავშვს მეტი რამ შეისწავლოს, მეტ რამის შეეხოს, იყვიროს, ირბინოს, იგიჟოს. ბავშვი ხედავთ თქვენ. ფაქტობრივად იყურება სარკეში. რაც ხდება თქვენს თავს, ის ხდება მასშიც. თუ თქვენ არ ზრუნავთ სხვაზე, არც ბავშვი ზრუნავს სხვაზე. თუ თქვენ არ უსმენთ სხვას, არც ბავშვი უსმენს სხვას. თუ თქვენ გეშინიათ, მასაც ეშინია. თუ თქვენ არ გიყვართ თქვენი თავი, არც მას უყვარს თავის თავი. თქვენ თუ არ სცემთ სხვას პატივს, არც ბავშვი არ სცემს სხვას პატივს და ასე. რა რითი შეიძლება რომ შევცვალოთ აი ამის რამოდენიმე მაგალითს დავასახელებ, რაც თავში მომივა და დანარჩენი შეგიძლიათ თქვენც დავამატოთ, თუ კი მოგაფიქრდეთ, რაც ხშირად ხდება ირგვლივ. შენ დაჭექი ტელევიზორს უყურე, მე ხელი არ შემიშალო, კერძის მომზადებაში კი არა, მოდი ერთად მოვამზადოთ კერძი. ხეზე არ ახვიდე, კლდეზე არ ახვიდე, ჩამოვარდები, დაეცემი და იტკენ კი არა. მე აქ ვარ, შეგეშველები, დაგეხმარები, მიჭერი ხარ, შენ ამას შეძლებ. ფეხსაცმელი რატომ დაისვარე კი არა, მოდი ერთად გავრეცხოთ, ერთად გავასუფთავოთ და სხვა რეაგირება კი არა ბავშვის ერთი და იგივე ქცევაზე, თქვენი ხასიათის მიხედვით. არამედ ერთი რეაგირება, ერთი რეაქცია, ერთი პასუხი, რომ იცოდეს ბავშვმა რა არის სწორი და რა არასწორი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება. დაყვირება და ხმამაღალი შეძახილი კი არა, როდესაც ბავშვი სრულიად მთელი არსით არის თამაში ჩართული. არამედ შვიდად მისვლა და წყნარად თქმა იმის, რისით თქმაც გსურთ. თამაშს უცებ მოწყვეტა კი არა. 5-10 წუთით ადრე გაფრთხილდება ბავშვის, რომ ეს უნდა დაასრულოს. მთელი ცხოვრება ერთი ტონით მიმართვა კი არ, მაგალითად ბრძანებული ტონით, დამრიგებული ტონით, დამშელობითი ტონით, მომთხოვნი ტონით, არამედ ტონი ცვალოთ სიტუაციების და მიხედვით. პატარაობიდანვე თბილად ჩაცმა კი არა და ესე პირზე აკვრა ყელი არ გაუცივდეს ბავშვს. არამედ თხლად ჩაცმა და ფეხში შველი სიარული. ჩხუბი კი არა, იუმორი. ბავშვის კაშკაშასინათაც დაბადება კი არა. წყალში სანთლის შუქზე დაბადება. შემდგომ უცებ გახვევა და დედის გულზე დაწვენა. ბავშვის სახლში მიყვანის დროს დაბადების შემდგომ ხმაური და სტუმრები კი არ, არამედ სიმშვიდე, შვიდი მღერა და ნათელი ფერები სახლში. ბავშვის ხელოვნური კვება კი არა, ძუძუთი კვება, თუ კი ამის წყალობა გაქვთ, თუ კი ამისი შესაძლებლობა გაქვთ. ნუ აჩქარებთ, როდესაც რაღაცას დაავალებთ, დაელოდეთ შვიდად, წყნარად, სანამ არ შეასრულებს, რადგან ის ისე სწრაფად ვერ რეაგირებს და ვერ ქმედებს, როგორც მოზრდილი. არ არის საამაყო, როდესაც პატარა ბავშვმა იცის 100 ლექსი, 1000-მდე ანგარიში. მეორე ბავშვი რომ იბადება ოჯახში, ნუ გავიწყდებათ, რომ პირველი ბავშვიც პატარა არის და მას ეშინია მშობლის დაკარგვი. როგორც მიმართავთ პატარას, ასე მიმართეთ უფროსაც, ხმის ტემპს ნუ შეუცვლით. ნუც მზერას ნუ შეუცვლით. ნუ ეტყვით, რომ ის პატარაა და მას უნდა დაუთმოს, რადგან თვითონ დიდი ბიჭია, დიდი გოგოა. ბავშვის გასაგონად სხვასთან თქვით, რომ ძალიან ყოჩაღია, ძალიან ზრუნველია, ძალიან კეთილია, როგორ გეხმარებათ პატარას მოვლაში. ეს იმისთვის, რომ კონკურენციის გზნომ არ დააზიანოს და პირიქით იამაყოს, რომ დიდი არის და ესეთი ძლიერი და ესეთი ჭკვიანი და ესეთი ყოჩაღია. ბავშვის სივრცეში უხეშად შეჭრა მის ტელეფონში და დღიურში ხელების ფათური კი არ, ბავშვს შეუქმენით დაახლოებით 9 წლის ასაკიდან თავისი უჯრა, რომლის გასაღებიც ექნება მხოლოდ თვითონ, იმისთვის, რომ კონდეს თავისი პირადი სივრცე, სადაც ეცოდინება, რომ არავინ არ შეეხება
და აუცილებლად ეცით მას პატივი. ხვების თანდასწრებით შენიშვნის მიცემა კი არა, ცალკე საუბარი და ახსნა მშვიდად. რა კარგი ბავშვი ხარ კი არა, რა ყურადღებიანი ხარ, რა ჭკვიანი ხარ, რა პოზიტიური ხარ, რა მხიარული ხარ. როდესაც თქვენს ირგვლივ რაღაცა უარყოფითი, რაღაცა მძიმე ხდება, ამ დროს კი ფოკუსირდებით მოცემულ პრობლემაზე, ეცადეთ რომ ბავშვებს შეხედოთ, ბავშვები მოძებნოთ, ბავშვებს მიაქციოთ ყურადღება. რაც უნდა ყველაფერი უყიდოთ კი არა, არჩევანი გააკეთებინეთ, რა უფრო უნდა და მხოლოდ ერთი რამ უყიდეთ. მიცეთ ფული და გაუშვათ კი არა, დაჯექეთ, იმსჯელეთ, ისაუბრეთ, რაში უნდა რომ დახარჯოს, როგორ ფიქრობს რომ დახარჯოს. თუ დააკვირდებით ადამიანები მთელ ცხოვრებას, თინეიჯერობის შემდგომ ვანდომებთ ბავშვობაში, მოზარდობაში მიღებული ტრავმების გადამუშავებას, გამოსწორებას, თვითაღდგენას და განკურნებას. სწორედ ამიტომ უნდა შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, რომ შემდგომ მთელი ცხოვრება არ იყოს დაკარგული თავის ძიებაში, რომ მან შეძლოს თავის შინაგანი ხმის მოსმენა. ხშირად თავად მშობელია ის, ვინც აზიანებს თავის შვილს და ამის შესახებ არც კი იცის და ამას აკეთებს თავისი ჭარბი ემოციებით, პანიკით, ჰიპერზრუნვით, შიშებით. აზიანებთ, როდესაც ტალახში თამარს უკრძალავთ იმის გამო, რომ არ დაისვაროს. როდესაც წვიმაში ან თოვლში შიგნით შეკავთ იმის გამო, რომ არ გაცივდეს, აცნევთ თბილად. მინდათ, რომ კარგი შვილი იყოს, დამჯერი შვილი იყოს, მორჩილი იყოს, მშვიდი იყოს და წყნარი იყოს. ანადგურებთ, როდესაც დაკავთ ბევრ წრეებზე, ან ერთ წრეზე ძალიან დიდხანს. ანადგურებთ, როდესაც თითებზე დათვლის გამო უბრაზდებით, როდესაც ბორდიულის კიდეზე სიარულის გამო უბრაზდებით. ანებთ თქვენ შვილს, როდესაც უკრძალავთ ხეზე ასვლას, სირბილს, იმის გამო, რომ რაღაცას იდგენს, გაცივდება, დაეცემა, საშიშია, საფრთხეა მან. ანადგურებთ, როდესაც მის მაგიერ თქვენ რეცხავთ მის დასრულებულ ჭურჭელს. არ აქვს მნიშვნელობა გოგოა თუ ბიჭი. როდესაც არ აძლევთ იმის ჩაცმის უფლებას, რაც მას სურს. სხვა რა სიტყვის აი ამ სიტყვებით ხომ მით უმეტეს. ანადგურებთ, როდესაც ჭარბი, გადამეტებული ემოცია გაქვთ ბავშვის დაცემაზე, წაქცევაზე, ჩამოვარდნაზე. ანადგურებთ ასე, როდესაც ბევრს ასწავლით. ანადგურებთ, როდესაც გასართობ ცენტრებში დაკავთ ჩახუტებას ან კოცნას უცვლით საჩუქარში. ზრდით მტრად, რომ გამოგადგეთ მუყრად. ძალიან მცდარია. აზიანებს, როცა კვებას აძალებს. გახდება და გახდა ბავშვი და რა ეშველება. იდულობს ბევრ სათამაშოს, ანუ სრულებს ის ნებისმიერ სურვილს, მიმართავს მოფერებითი სახელით და არა სრული სახელით. ბავშვის მაგიერ წერს დავალებას და ალაგებს მის სასკოლო ჩანთას, აწესრიგებს მის ნივთებს, ეს მინიმალური ჩამონათვალია. ან თქვენ კი ზრდით ასე ჭარბი ყურადღებით და ჭარბი ემოციურობით. ესე სიყვარულის სახელით, მაგრამ დადგება ბავშვი ცხოვრების პირისპირ. ეს აუცილებლად მოვა ეს მომენტი და აღმოჩნდება, რომ მან არ იცის თავისი თავი, არ იცის თავის სურვილები, არ იცის თავის საზღვრები, არ იცის თავის რესურსები, თავისი უნარების შესახებ არაფერი იცის მან და აღმოჩნდება სრულიად დაუცველი გარე სამყაროსთან პირისპირ დადგომისას. და ამ მომენტში თქვენ არ იქნებით მის გვერდით, ვერ იქნებით. არც უნდა იყოთ, რადგან მას აქვს თავისი გზა. დამოუკიდებლად გასავლელი თავისი გზა. ასე მშობელი არ აძლევს ბავშვს ზრდის საშუალებას და საბოლოოდ ბავშვი ხდება მშობელზე მიჯაჭვული და მას ძალიან უჭირს მერე დამოუკიდებლად თავისუფლად ცხოვრება. დიახ, არც უნდა დასაჯოთ, არც უნდა აუკრძალოთ და არც თქვენს ნებაზე არ უნდა გაზარდოთ, რადგან ის თქვენი საკუთრება არ არის. კი არ უნდა აუკრძალოთ, უნდა აუხსნათ. უნდა მიცეთ საშუალება თავად შეიმეცნოს, თავად აღმოაჩინოს, თავად შეიგრძნოს, თავად მიაგნოს, თავად იცხოვროს. დასაშვებსა და დაუშვებელს შორის შექმნით სხვა არის თქვენივე სიმტკიცით, თქვენივე სიმშვიდით, თქვენივე წონასწორობით და ამას ბავშვიც იგრძნობს. ამას არ დაჭირდება რაღაც საკრძალვა. თქვენ იქნებით მისთვის მაგალითი.
თქვენით შეიმეცნებს, თქვენით შეისწავლის გარესამყაროს და ეცოდინება თავისი ზღვარი, თავისი ზომიერება. სანამ არ იცით, რომ ბავშვს უნდა მიუდგეთ პატივისცემით. სანამ არ იცით, რომ ბავშვის ოთახში შესვლის წინ უნდა დააკაკუნოთ. ნებართვა უნდა აიღოთ ბავშვის ნივთებთან შეხების დროს, ანდაც გაჩუქების დროს. სანამ არ იცით, რომ ბოდიში უნდა მოუხატოთ. თუ კი უნებლიე დაწყენინეთ, თუ კი რაღაცა მცდარად გაიგეთ, თუ კი დააზიანეთ, თუ კი ვერ მოусმინეთ, თუ კი ყურადღება ვერ დაუთმეთ, იმიტომ რომ არ გეცალათ. სანამ არაფრად დაგდებთ, გასვლის ბოლო წამს ეუბნებით, რომ გადიხართ, უცებ აცმებთ და გაგავთ. სანამ არ იცით, რომ ხმაური, ყვირილი, ხტომა, სირბილი, აცოცება და ჩამოცოცება ბუნებრივია და სწორედ ასე იზრდება ბავშვი. სანამ ისე უწყვეტავთ რაღაც წრეზე შეყვანას, ან სადღაც წაყვანას, ისე რომ მას არც კი უთანხმებთ, არც კი ეკითხებით აზრს. სანამ სირცხვილის გრძნობას და შიშს უნერგავთ იმის გამო, რომ გეშინიათ გზას არაცდეს. სანამ თქვენი მეზობლის, ნათესავის, თუ ქუჩაში უბრალოდ შემხვედრის აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი შვილის ფიქრები, გრძნობები, შიშები და განცდები. სანამ ბავშვზე ბატონობა უფრო სწორია თქვენთვის, ვიდრე მის წინაშე ჩამოხლა და თავმდაბლობა. სანამ არ იცით თქვენ შვილს რა უყვარს, რა ახარებს, რა აბედნიერებს, რა აშინებს. მაგრამ ვიცით, ქვეყანაში ყველა ცხოვრება. სანამ სტუმრად მისვლის დროს თქვენი თვით დემონსტრაცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენს გვერდით ატუზული ბავშვი, რომელსაც სიმოცხლე აქვს გადასალახი. სანამ თქვენ თვითონ პასუხობთ, როდესაც ბავშვს ეკითხებიან მის სახელს და ასაკს. სანამ იმას აცმევთ, რაც თქვენ გინდათ, რაც თქვენ მოგწონთ. სანამ უფლის შიშს უნერგავთ და არა მის სიყვარულს. სანამ კრებაზე მასწავლებლის აზრი და სხვა მშობლების აზრი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის სტრესი, რასაც თქვენ აყენებთ ბავშვს მეცადინეობის დროს. სანამ ბავშვმა თქვენი ნამდვილი ხმაც კი არ იცის და მას ისმეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გაბრაზების დროს. სანამ არ ფიქრობთ იმაზე, თქვენს გვერდით მყოფი ბავშვი თქვენგან რას ისმენს, რას ხედავს და ეს რა გავლენას მოახდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე, როგორ დაილექება მასში ეს, როგორ გაანალიზებს, როგორ გადახარშავს, როგორ მოინელებს. სანამ ბავშვს უგზავნოთ იგივე ნამცხვრის აღებას სტუმრად ყოფნის დროს, იქამდე სანამ 1000-ჯერ არ შესთავაზებენ. სანამ ფიქრობთ, რომ დასჯა სწორი აღსდა, თქვენ ცხოვრობთ სხვებისთვის და თქვენ ძალადობთ ბავშვზე. მაგ აღზრდის შედეგია მასიურად ის ფონი, რაც კი ქვეყანაში გვაქვს. ჯანსაღი ფასეულობების ნაცვლად კონტროლი, შიშები, ჩაგვრა, შეზღუდვები, უსიყვარულობა, დაუცველობა, უნდობლობა და სიცივე რომ ჩაუნერგეთ. შეჭამე სანამ შეგჭამე რომ ჩაუნერგეთ. სხვასთან შედარების გამო ბუღმა, შური და ეგოიზმი რომ ჩაუნერგეთ. მიყვებით პროგრამას, რომელიც გაგიწერეს. დაბადება, ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, მერე სამსახური ან ჯარი, მერე ოჯახი, მერე შვილები, მერე შვილიშვილები და ასე გავიდა ცხოვრება. თვითონ თავისუფლებაში, ბედნიერებაში და განვითარებაში. თქვენი შვილიც თუ გინდათ ამ პროგრამით გაზარდოთ, დაზიანებული, დაძაბული, დაჭიმული, დაკომპლექსებული, უამრავი, გამოუთქმელი ტკივილით, გაუბედავი, სხვადასხვა ნიღბებ მორგებული, სხვის დასანახად ვითომ ბედნიერი ცხოვრებით. მიდით, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი შვილიც არ იქნება ბედნიერი და თავისუფალი ამ გზაზე. და გაანადგურებთ მას. თავისუფლება ადამიანმა იცოდეს თავისი თავი, იცოდეს თავისი სურვილები, იცოდეს თავისი შეგრძნებები, იცოდეს თავისი ღერძი, იცოდეს თავისი წონასწორობა, იცოდეს თავისი ძალა. ენდობოდეს თავის თავს, ყარად იდგეს თავის ორ ფეხზე, მაგრამ შიშით და აკრძალვებით ამას ვერ მიცემთ. პირიქით, ბავშვს უბიძგებთ სწორედ იქეთკენ, ამ დასჯით და კონტროლით და ამ შეზღუდვებით, რისგანაც თქვენ იცავთ თქვენ შვილს. უარეს უკეთებთ ამითი, თუ უფრო შორს გახედავთ ცხოვრებას. თავიდანვე აჩვევთ იმას, რომ მისი აზრი არ არის მნიშვნელოვანი, არ არის ფასეული. თავიდანვე აჩვევთ, რომ უნიშნელოა, თავიდანვე აჩვევთ, რომ არავინ არ არის, თავიდანვე აჩვევთ, რომ არაფრის უფლება არ აქვს.
თავიდან რომ აჩვევთ, უნდა მოითმინოს, უნდა დათრგუნოს, უნდა ჩაკლას თავის თავში მთელი რიგი რაღაცეები, უნდა დაფაროს, უნდა მოიტყუოს. თავიდან რომ აჩვევთ იმას, რომ არავის იმედი არ უნდა კონდეს, ვერავის დაეყრდნობა, რომ ვერავისთან იქნება გულწრფელი, ვერავისთან იქნება გახსნილი გულით. რადგან როდესაც ის იყო ღია, როდესაც ის იყო გულწრფელი, როდესაც იყო მართალი, როდესაც ის იყო სუფთა, ის იყო კეთილი, ის იყო სიყვარულით სავსე. მან დაიმახსოვრა, რომ ის დასაჯეს, ის დააზიანეს, მას ადგინეს, ის გაწირეს, ის უარყვეს, ის არ მიიღეს, ის დაჩაგრეს. ეს ჩაიწერება ბავშვში. და მერე დიდობაში მივიღებ დაზიანებულ ადამიანს. ეს ასე უკვალოდ არ ჩაივლის. და ნუ ფიქრობთ, რომ ასე გადაარჩენთ თქვენ შვილებს დღეს რო სჯით. ამ ყველაფრის შედეგი ამოხეთქავს აუცილებლად. ეს იქნება ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ეს იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები თუ განადგურებული ცხოვრება მომავალში. არ არსებობს უშეცდომო მშობელი, არ არსებობს იდეალური მშობელი. ჩვენც ვითრდებით, ჩვენც ვითარდებით და ჩვენც ვსწავლობთ. დანაშაულის გრძნობაში ნუ გაიჭედებით. არასოდეს არაფერია გვიანი. არ ცოდნა, არ ცოდვა. მეც შემშლია, მეც დამიშვია შეცდომები, მეც შემშინებია. მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ დროულად გავიაზროთ შედეგები და შევცვალოთ ის ინერცია, რაც კი გვაქვს არჩეული. ასაც მივყვებით. ცნობიერად თუ არა ცნობიერად.